გოგის პირველი შვილი რო უნდა ყოლოდა და რო გავიგეთ რომ ამ ყველაფერს რო ეზიარეთ რა აბა ხა მაშინ უკვე ახალი დაწყება გქონდა სარესტონი ნუ მე და გოგის თორე და მანქანა არ ყავდა არაფერი და მე ვუთხარ მე მოგხედავ ყველაფერს მეთქი მე გაგიკეთებდა წავედით ხალი წავიყვანეთ თელავში ერთ-ერთ სამშობიაროში ონა ჯო მივედით რა და არ ვიცი რატო რა მოხდა რაღაცნაირად ეხა იმდენად ახლო ურთიერთობა გქონდა იმ თავიდან ამ თავამდე რომ საკუთარ თავზეც მეც როგორც ეს ნერვიულობდა ასე უკვე ისე ნერვიულობდი მეც და ეს ქალიოს ეხოზე შევიყო ეხო შევიდა მე ჩიქ შევიყო მე რაღა ჯანამა მინდოდა რა წვაზე რა მაგრამ შევედი რა იქ აბა ყველა გადაიღეს რამე და უთხრეს რომ ტყუპიაო ტყუპიო რა და აი მე ამის ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. სანამ თელავიდან ველისციხემდე ჩამოვედით, თელმა სოფელმა იცოდა რომ ეს ელოდებოდა ტყუპებს. ხო. და სამდღიანი გნიასი გაიმართა, კეიფი. რიგი მოდიოდა, რიგი მიდიოდა, მოდიოდა, მიდიოდა. ზოგი იძინებდა, იღვიძებდა, აგზელებდა, აი სასწაული ხდებოდა რა და ეს ყველაფერი გადავლახეთ და მე ვუთხარი რომ გოგი მეთქი რაღაცა არ მომწონს ეს ამბავი მეთქი რა და მოდი რა წამო თბილისში წავიდით შენ გენაცვალე არა უღარ ამინდა თბილისში ჩვენივათ არია ყველაფერი მე რასაც წამოსვლელი არა ვარ მეუბნე ბიჭო წავიდეთ რა გეხვეთ დამიჯე ადამიანი არა ხარ ზალს მევა ზალს ეს არის ზალს მევა და ბოლოს დამითანხმა კაუჩი დავითანხმე რა და წამოველით აქ თბილისში ერთ-ერთ სამშობიაროში მიველით ახლა ესენი შევიდნენ იქ სავსეა ხარხი აუარება მე აღარ შეველი მე აღარ მინდოდა და უკვე ათელავში რა გინდა ათელავში რა იქ დავჯექე ჩემთვის სკამზე ვზივარ ველოდები და ჯო 1-15 წუთი გადის და ეს გამოდის კაცო და გამოდის იცი როგორი გამოდის პატა აი დანაო დაკა სიცხლე არ წამოვა ანწარებული გაგიჟებული ეხლა რა უნდა იფიქრო რაღაცა ცუდი ხდება რაღაცა საშინელება უთხრეს და მაგიტომაც გამოი მივედი რა იყო ბიჭო მე ვუთხარი რა მოხდა ხომ მშვიდობა ძმაო შეგენაცვალე შეეჭი ერთი ბალღი მომიტეხეს ამ დედამ ისე ვიქცამიყო